არანაირი სურვილი არ ქონდა ურთიერთობის. არანაირი სურვილი არ ქონდა ურთიერთობის. იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ არ წინააღმდეგობას ოფიციალურად პოლიტიკის მიმართ გადავარ დავხდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე. მაგრამ ეხლა არ დეტალებზე და საუბრობთ, არ ამზადებს ნახონ. შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ბიოგრაფია და დარწმუნდით დღეს კვლავ მოვედით ეუთოსთან, რომ ის კრიტიკული მდგომარეობა, რაც საქართველოში არის, აქ ადამიანებს ისევ და ისევ შევახსენოთ და განსაკუთრებით დღეს ვფიქრობთ მზია ამაღლობელიზე, რომელიც პოლიტპატიმარია და მისი დაჭერა იყო არაკანონიერი და საერთოდ დარღვეული იყო ადამიანის უფლებები და დღეს ის შიმშილობს და მის მიმართ გამოხატავთ პირველ რიგში სოლიდარობას ასევე მასთან ერთად დაკავებული სხვა პოლიტპატიმრების მიმართაც და ვიმედოვნებთ, რომ ეს საერთაშორისო წნეხი და ჩვენი მეგობრობის თანადგომით მოხდება ხელახალი არჩევნები და შესაბამისად უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეებიც გათავისუფლდება.